საბჭოს რაღაც ორიგი შეხვედრა, სრულიად ამორალური შეხვედრა, რომელზეც გაკეთდა უამრავი მავნებლური განცხადება. და მათ შორის მთავარი იყო, რომ პროკურატურას ფაქტობრივად უნდათ რომ იმართონ იმისთვის, რომ გამოიძიონ რაღაცა შეთქმულების თეორიებს სახავდნენ კავშირები საერთოდ ამ პროტესტს ვინ მართავს, შიგნით თანამშრომლებს და ასე შემდეგ. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობთ მასწავლებლად განცხადებაზე და გვინდა რომ მოკლედ ყველას მოგიწოდოთ ხვალ მოხვიდეთ მედიერსაც აუცილებლად მიმართავთ და ამით უფრო უკეთესად გამოვეხმაურებით სამეურვეო საბჭოს შეხვედრას. მეორე მხრივ ჩვენ გუშინაც თქვით, მაგრამ კიდე ხელ გვინდა რომ ჩვენი მხარდაჭერაც და სოლიდარობაც გამოვხატოთ საზღვაო მცველებისადმი და მადლობა გითხრათ გავიარეთ ბრძოლისთვის. ნამდვილი ჟურნალისტები არიან ეს ადამიანები, ნამდვილი მებრძოლები არიან ეს ადამიანები. დიდი მადლობა და ამ ბრძოლაში ისინიც ისევე როგორც ჩვენ ყველა აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამიტომ დიდი მადლობა მათ. ეხლა კი შეგვიძლია რომ მოკლედ დავიწყოთ ჩვენი გარე ეთერი. ვიკო ხარტოლიშვილი იქნება მოდერატორის ფუნქციით და მას გადავცემ სიტყვას ის წარადგენს თემასაც, სტუმრებსაც და შემდეგ მოკლედ სანამ დავიძრებით ორ სიტყვას კიდევ გეტყვით. მადლობა პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის, რადგან ეს თემა, რაზეც ვილაპარაკეთ, ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება აქეთკენ მივმართოთ. თუმცა სანამ აი ამ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, მეც მინდა რომ სოლიდარობა გამოუცხადო საზოგადოებრივ მაუწყებელ მცველებს, რომელთა მიმართაც ფაქტობრივად მოქარას უსმენ პირდაპირ გუშინ ბორდის ხტომაზე და ცხადია ჩვენ მანდაც აქაც ყველგან უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა და ყველგან გვერდში უნდა დავუდგეთ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან სიმართლისთვის. ამ გადაცემაში ვისაუბრებთ ჭიათურაზე. ალბათ რამდენიმე კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. დღეს ჩვენთან ერთად არის ასევე ნინო გუჯარაიძე, რომელიც მწვანე ალტერნატივა წარმოადგენს და არაერთი წელია ამ საკითხზე მუშაობს, სწავლობს, ნაკვლევი აქვს და ასე შემდეგ. თუმცა რამდენიმე კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, ალბათ რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და მნიშვნელოვანია რომ იცოდეს. ერთი ესაა ზოგადად რა ხდება ეხლა ჭიათურაში. ვინ არის აი ამ კრიზისზე და ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც დგას ჭიათურაში პასუხისმგებელი? რა ხდება გარემოს დაცვის მიმართულებით ამ ბოლო 10 წელში და კიდევ უფრო მეტი ხო, შეიძლება 20 წლების თქვა. რას ითხოვენ მაღაროელები ახლა და რას პასუხობს სახელმწიფო? პირველ რიგში თქვათ, საერთოდ სად ვართ, ეხლა რა ეტაპზე ვართ, რატომ ხდება ის, რაც ხდება და დავიწყოთ ქრონოლოგიურად და მოკლე ქრონოლოგიას გავყვეთ. უფრო მეტად გავყვეთ მოცემულობას, როცა ტარდება არჩევნები 26 ოქტომბერს, ქართული ოცნება აცხადებს გაიმარჯვა და 28-29 ოქტომბერს, აი ამის შემდგომ, მხოლოდ ამის შემდგომ, კომპანია აცნობებს თავის თანამშრომლებს, ჭიათურაში მაღაროელებს და ზესტაფონში ფეროს თანამშრომლებს, რომ ის აჩერებს მოპოვებით საქმიანობას, ის აჩერებს წარმოებას 1 მარტამდე. და ფაქტობრივად გადაყავს ისინი 60%-იან ანაცხოვრებაზე, რომელიც 60% რეალურად არ არის, რადგან ისინი სხვადასხვა კონტრაქტიდან გამომდინარე უფრო მეტს მოპოვებდნენ და ფაქტობრივად 40%-იან ხელფასზე გადაყავს და ეს ხდება 29-28 ოქტომბერს. და დროც არ აძლევს 1 ნოემბრიდან ეუბნება, რომ ეს ესე უნდა მოხდეს. შემდგომ ამისა, რამდენიმე ხნის განმავლობაში ხდება ამ 60%-იანი ანაზღაურების გადახდა. თუმცა უკვე ხედავთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან უკვე ამის გადახდაც არ ხდება კომპანიის მხრიდან. და იწყება მასშტაბური გამოსვლები 28 თებერვალს უკვე ჭიათურელები, მაღაროელები, მათი ოჯახის წევრები და მთლიანად ჭიათურა გამოდის საპროტესტო აქციებზე და აქვს რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა. ეს არის ერთი სწორედ ის, რომ რაც იყო დანაპირები ის უნდა გადახდილიყო, მეორე საწარმოში მუშაობს აღდგენა, ნაციონალიზაცია და ფონდის შექმნა, რომელიც მოემსახურებოდა უშუალოდ ჭიათურას, ჭიათურის ახალგაზრდობას და ჭიათურის განვითარებას. ვინაიდან ნაკრიზისი არის ამ რეგიონში, ნინო უკეთ ისაუბრებს ამაზე და ამიტომ ამაზე არ შევჩერდები.
თუმცა ჩვენ რას უყურებთ 28 თებერვლიდან. ნახეთ, რომ პირველ მარტს არ აღდგა მუშაობა ჭიათურაში, ნახეთ, რომ ამის პარალელურად აღდგა მუშაობა ზესტაფონის სფეროში, სადაც არსებობდა მარაგები მადანის, რომელიც წარმოება შესაძლებელი იყო მათთვის. თუმცა აქ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არ აღდგა მუშაობა მაღაროებში, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მუშაობა არ შეჩერებულა ღია კარიერით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის თქმა და აი ამაზე ფიქრი, რომ რატომ არის ეს საკითხი ახლა და ასაც ძიმე ძახილისშია დასასმელი და ამაზე აქცენტი გაკეთება. მაღაროებს უკვე CMC, რომელიც არის ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჯორჯია მანგანესი ეს არის ერთგვარი კონგლომერატი, რომელიც ფლობს როგორც ჭიათურის მაღაროებს, ისე ზესტაფონის სფეროს ქარხანას, ასევე ვარციხე ჰეს. მას ჰყავს ასევე კონტრაქტორები, სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც მუშაობენ და მოიპოვებენ მაღაროში, მოიპოვებენ მადანს ხო ჭიათურაში. ესეთი არის CMC, რომელიც ჭიათურის მენეჯმენტ კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ ვარციხეთან აკონტროლებით აღარ მიგჩნია, რომ ეს არის გონგებიანი და მუშაობა აღარ აღწევს. ანუ ის დაპირება, რომელიც აღარ შესრულდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ არანაირ ჯორჯია მანგანეს გასვლას არ აპირებს, ეს არის მისი ერთი კონტრაქტორი, რომელიც ასევე ალბათ ჯორჯია მანგანესის დავალებით აღარ აპირებს გააქცევს. ეხლა უშუალოდ რომ ვთქვათ, რას ფლობს ჯორჯია ამერიკან ელოიზი, რომელიც ესე ვთქვათ ჯორჯია მანგანესი, ასე ჭიათურაში და მის სოფლებში ფლობს მანგანურის მოპოვების ლიცენზიას, 4 მაღაროს, 19 ქვეშაუბანს და 7 საკარიერო უბანს. და როცა ვლაპარაკობთ, რომ შეჩერებულია მაღაროებში მუშაობა, ეს ნიშნავს, რომ შეჩერებული მაღაროებში მუშაობა და არა თქვა ღია კარიერულა და ის უბნები ისე მუშაობს, როგორც მუშაობს. იქ მოპოვება ბევრად უფრო იაფია, თვითონ კომპანია საუბრობს, ბევრად უფრო ძიმეა გარემოსთვის ცხადია, თუმცა მათთვისაც უფრო იაფია, ის არის მათთვის გამართლებული, ხო? და შესაბამისად ჭიათურელი მაღაროელები გამოყვიდნენ და აპროტესტებდნენ და არ ითხოვენ მხოლოდ ამ 60%-იან რაღაცა კომპენსაციას თუ ანაზღაურების ნაწილს, არამედ ითხოვენ სისტემურად პრობლემის მოგვარებას. ჩვენ რას უყურებთ? ჩვენ უყურებთ, რომ არც ქართული ოცნება, არც კომპანია, არც ბანკები, არც გაერთიანებული პროფკავშირები სისტემურად ამ საკითხს გაწყვეტას არ აპირებენ. და აი რაღაცნაირად ხედავდით ეხლაც მაგალითად გაერთიანებული პროფკავშირები რა აქტიურია. არა და ჩვენ ხშირად უყურებთ ხომ პირიქით ელოდება ხომ რაღაც მომენტს და აი ამ დროს ჩდებიან. და ეხლა მოულოდნელად გაერთიანებული პროფკავშირები უფრო მეტად აქტიურია ვიდრე ეს ჩანს ხოლმე. და ერთგვარი დღეს ხონდა ბრიფინგი, კვირა დღეს ესეც დაუკვირდათ, ხოლმე მაღაროები მოდიან თბილისში და დღეს გამოვიდა ირაკლი პეტრიაშვილი და ამბობდა, რომ ხო ჯორჯია მანგანეს აღარ აძლევენ ბანკები სესხებს, ამიტომ მე ავიღებ ამ სესხს, მე გადავუხდი მაღაროელებს 60% და შემდგომ კომპანია მე გადამიხადოს. ჯერ მეც არ ვიცი კვირა დღეს რომელი ბანკი ნახა, როგორ მოახერხა ამის ყველაფრის მოგვარება ერთ დღეში და ან ლიბერტი სხვა ბანკები შეიძლება რომელსაც ნახავდა, ხო? თუმცა ეს გვანიშნებს, რომ რაღაცნაირად აი ისე მიჩუმათების, ისე გადაპრობლემის და კრიზისის გადავადების არგუმენტით მოქმედებს მთელი ეს სისტემა. და ჭიათურელები ზოგადად როცა უყურებდით და ვიყავით იქაც ადგილზე ვნახეთ, ხო, როგორ მძიმე სიტუაციაა იქ შექმნილი. იქ აღარ დგას საკითხი რაღაცა როგორ შეიძლება ქალაქი უკეთ მოეწყოს. ესაა მთავარი საწყისად, რასაც ფიქრობენ, მაგრამ მთავარი იქ დგას იქ, რომ ჰუმანიტარული კრიზისია, იქ ადამიანებს მართლა ძალიან ბანალურად შეათ, აქ ბანკის ვალები, აქ კომუნალური გადასახადები და არსად არ ჩანს სახელმწიფო. როცა ქართული ოცნება მუდმივად აპელირებს რაღაცა სუვერენიტეტზე და ეს სუვერენიტეტი თითქოს ბრძოლა მხოლოდ deep state-თან, რაღაც გლობალური ომის პარტიასთან და არასდროს ეს ბრძოლა სუვერენიტეტის არ არის ეკონომიკური სუვერენიტეტის ბრძოლა. და არ არის არასდროს მოსახლეობის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზრუნვაში გამოხატვა, ხო? არც ბანკებთან არ შუამდგომლია სახელმწიფოს, არც კომუნალურების გადახდაზე არაფერი არ უსაუბრია სახელმწიფოს. არაფერი აბსოლუტურად არ გადაუწყვეტია. თქვენ ახავდით ირაკლი ყობახიძის გამოსვლასაც, მათ შორის პირველი არხის ეთერში ახალ შენობაში, სადაც მან თქვა, რომ ძალიან გულდაწყვეტილია შექმნილი ვითარებით და იმედი აქვს, რომ გამოსავალი მოიძებნება. ანუ არანაირი პასუხისმგებლობა, უბრალოდ რაღაცა გული წდება, რომ ესეთი ის შეიქმნა. წარმოვიდგინოთ, მოცემულობა მართლა ქვეყანაში მთავრობა, როცა ხარ და ქვია, ან იქნებ, როგორ შეიძლება 3000-ზე მეტი ადამიანი დარჩეს უმუშევარი
და შენ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებდა და მთავარი თემა ერთ-ერთი არ იყოს ეს და წამყვანი თემა არ იყოს ეს, რომ იფიქრო დღე-და-ღამე იმუშაო იმაზე, როგორ გამოხვიდე ამ კრიზისიდან, როგორ გადაარჩინო ჰუმანიტარულ კატასტროფას რეგიონი, ამის ნაცვლად რაღაცნაირად გადავადებისკენ, ნაბიჯების გადათმისას კი გერიდება და არაფერს არ ამბობ ამაზე და მე უკვე პროფესიონალების ხელით თუ კომპანიის ხელით თუ ასე შემდეგ ამით მოქმედებ და თვლიან გათიშული ხარ პროცესებისგან. ანუ ერთი უნდა ვთქვათ, რომ მაღაროებები ვითხოვენ სისტემურ გადაწყვეტას, ამით გამოვიდიან ხვალ თბილისში, სისტემურად გადაწყვეტს ეს საკითხი და ვინმეს თუ გონია, რომ დღეს ჭიათურის ჯორჯერ მანგანესი არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ ოცნებასთან ან ხელისუფლებასთან, ნინო ციტყვის ამაზე ან კარგად, მაგრამ მოკლედ ვთქვათ 2017 წლიდან იქ არის სპეციალური მმართველი დანიშნული, რომელიც ასევე არის პარლამენტის მიერ დანიშნული და სახელმწიფოს მიერ დანიშნული. იქ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯორჯერ მანგანეში არის გიორგ კაპანაძე, რომელიც ფლობს ასევე რუსთავიორ და სხვა რაღაცა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. და იქ ბევრი ინტერესები იკვეთება. სხვადასხვა კონტრაქტორები იქნებიან, იქ რიაკარიერულ წესით მოპოვებისას ვისი რა ქონება და ასე შემდეგ რომ შევხედოთ, ყველგან დავინახავთ ქართული ოცნების ინტერესებს. თუმცა ამაზე არ იღებენ პასუხისმგებლობას. ხო და მაღაროების მოთხოვნა არის სისტემურად გადაიჭრა საკითხი, ერთი ნაციონალიზაციის გზით, მეორე ფონდის შექმნისთვის, მესამე იმით რომ ღირსეული შრომითი პირობები არსებობდეს და გარემო, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელზეც გავამახვილოთ უნდა ყურადღება და ეხლა ვთქვი ნიკოს რა ერთი ეს ნაწილიც რომ ვისაუბროთ, ზოგადად 2017 წელს რატომ მოხდა სპეციალური მმართველის დანიშნა ჭიათურაში და რა მიზანს უნდა მომსახურებოდა წესის დარიგით და ეხლა რასაც ჩვენ ვუყურებთ რიაკარიული მოპოვების გაგრძელება, გავეშებული გაგრძელება იგეგმება როგორც ის მაღაროების გაჩერების შემდგომ და ეს სასაფრთხე შეიძლება შევქმნათ ჭიათურას და ასე ქართული ოცნების ინტერესებზეც რომ ვისაუბროთ, რომელსაც ცდილობია სწავლოთ. მოგესალმებით, მიხარია შესაძლებლობა გიყურებთ ამ თემაზე თქვენთან. ალბათ ცოტა ქრონოლოგიურად ცოტა უკან დავალ ზოგადად ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება იყო პრობლემა ყოველთვის. გარემოსა და ადამიანებისთვის რისკის შემცველი ეს პროცესი იყო ყოველთვის. და 2006 წელს, როდესაც ლიცენზია გაიყიდა ხელახლა საწარმოების პრივატიზება მოხდა, იყო გარკვეულად ესეთი გარდამტეხი ეტაპი, რომ თითქოს რაღაცა უნდა შეცვლილიყო უკეთესობისკენ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ პირიქით პროცესი წავიდა აბსოლუტური უარესობისკენ და 2012 წელს, როდესაც ეს ქართული ოცნება მოვიდა, საინტერესო იყო, რომ პირველივე დღეებში იგრძნობოდა ესეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს ყველა ჩვენი საჩივარი, ყველა ჩვენი საარჩევი, რომელიც შეტანილი ჰქონდა ამ კომპანიის წინააღმდეგ, უცებ ხაროდან ჩამოიღეს, დაგვიძახეს, იქეს რაშია პრობლემა და ეს რაღაც ძალიან კეთილგანწყობილი პროცესი თითქოს დაიწყო. მაგრამ ძალიან დროებითი აღმოჩნდა ეს ყველაფერი, აღმოჩნდა უბრალოდ მათი მიზნებისთვის იყო ეს ინფორმაცია გამოყენებული და რა მოხდა? დაინიშნა ეს კომპლექსური ინსპექცია, შემოწმება, რომელიც გულისხმობდა როგორც საწარმოების ოპერირების შემოწმებას, ესე ლიცენზიის პირობების, ვიყო ახსენა, რომ აქ 3 კომპანია ხო, ერთგვარ კომპლექსში. ეს არის ვარციხესესი, ზესტაფონის სფერო და ჭიათურის მანგანუმი, რომელიც ლიცენზიას აქვს. სამივეგან დაიწყო ესეთი შემოწმების პროცესი, მაგრამ ძირითადად ეს იყო ლიცენზიის პირობები და შემოწმება იყო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ზედაპირული, ძალიან შეზღუდული მასშტაბით, დროით და ამ შემოწმების შედეგად დაიდო ისეთი დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ რეგიონში იყო ეკოციდი და მონეტარული სახით დაწვრილი ზიანი, რომელიც იყო მხოლოდ აი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის და მდინარეში აი ყველაფრის ჩადინების შედეგად შეფასებული იყო 357 მილიონი რაღაცა ოდენობა და ძალიან დიდ მასშტაბზე იყო გამოსული გარემოსთვის მიყენებული ზიანი და
ეს ფაქტი იყო თავისთავად ძალიან დადებითი, იმიტომ რომ არასოდეს ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ რამენაირად შეფასებული ვართ და არასოდეს ეს არ მომხდარა. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი წარიმართა სწორედ ამ სპეციალური მმართველის დანიშნულებით. რომელიც ესეც თავისთავად არ იყო ცივი პროცესი, მაგრამ უცებ ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ინიშნებოდა ამ პოზიციაზე ადამიანი, რომელიც წლების წინ იყო ქვეყნიდან გაქცეული, სწორედ იმიტომ, რომ იძებნებოდა ზესტაფონის სფეროს აკონტროლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანის გამო. იყო შერჩეული ეს ადამიანი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, რატომ, რისთვის, რა ცოდნის და გამოცდილებისთვის ვარ გავითვალისწინეთ მის ამ უარყოფით გამოცდილებას, ხო? და რასაორია შერჩეული იქნა იმისთვის, რომ შეესრულებინა ეს ბულეტ პოინტებად ჩამოწერილი ერთ გვერდზე ჩამოწერილი გეგმა, რომელიც არაფერს არ ცვლიდა რეალურად. არაფერს აბსოლუტურად და აი ამ გეგმის შესასრულებლად კომპანიის მფლობელებს შეუზღუდეს ყველანაირი უფლებამოსილება საწარმოს მიმართ და დაუნიშნეს ადამიანი, რომელიც იყო მხოლოდ ესე იგი ორი კონკრეტული მიზნით უნდა გამოესწორებინა ზიანი, რომელიც გარემოს ადგებოდა ლიცენზიის აღებისთვის და საწარმოების მუშაობა უნდა უზრუნველყო კანონთა შესაბამისობაში, ხო? არც ერთი ეს პირობა ძალიან თემი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ შესრულებულა, წლიდან წლამდე იწერებოდა გეგმის შესრულების ანგარიშები, რომელსაც ეს ადამიანი წარადგენდა სასამართლოში, მოსამართლესთან, რომელმაც დაუნიშნა ხელფასი და ხელსაწერდა მის ანგარიშებს, რომელშიც არის არათუ შეუსაბამო, მაგრამ შინაგნაირი მაგალითად ეწერა, როგორ აწყობდნენ ზესტაფონის პარკში, სადაც დააბეჭდა ეს პარკი, იქ როგორ აწყობდნენ კონცერტებს და ეს იკვლევდა ამ პირობების შესრულებას. ეს ადამიანი ორი ვადით იყო კომპანიაში ამ უფლებამოსილებით, შემდგომ ფაქტურად თავად დანიშნა მისი შემცვლელი, რომელიც საერთოდ არც კი იგუგლება ამ ადამიანის სახელი და გვარი, არ ვიცით საერთოდ ვინ არის, თავად წავიდა ისე რომ გააფუჭა გაცილებით მეტი, ვიდრე მისი მოსვლის პერიოდში იყო და ეხლა ყავს მისი შემცვლელი, რომელიც ზუსტად იმავე გეგმით ოპერირებს და აბარებს ანგარიშებს, რომელიც 2017 წელს იყო შესასრულებელი და დასახული თითქოს აი ყველაფრის გამოსაცვლად. ამიტომ ფაქტურად არის აბსოლუტურად ჩიხური სიტუაცია ამ ფაზაზე გაცილებით უარესი, იმიტომ რომ დღეს არც გარემოსდაცვის სამინისტრო, არც გარემოს ეროვნული სააგენტო, არც მინერალური რესურსების სააგენტო არ გვაწევს არც ერთ ფუნქციას ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. გვაქვს უამრავი სარჩელები სასამართლოში, უბრალოდ თუ იქ არის ჩატარებული არანაირი ინფორმაციას არ გასცემ, არავისზე არ გასცემ. მე მგონი ეს არ არის ყოველგვარ პრობლემა. არის აბსოლუტურად გაფრთხილებული ამ კომპანიის საქმიანობა და როდესაც კიდევ პასუხობდნენ რაღაცა ტიპის კომუნიკაციაზე გამოდიოდნენ, მაშინ ისრეს, რომ კომპანიაში სახელმწიფო სახელით არის მმართველი, რომელიც არის იმის გარანტი, რომ იქ კანონი იქნება დაცული. ამიტომ არც სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო და არც მინერალური რესურსების სააგენტო არ შევა იქ არაფრის შესამოწმება. ფაქტურად რაღაც მინი სახელმწიფო მოიწყვეს, რომელშიც აკეთებდნენ რასაც უნდა იყოს. მაგრამ ამ შემოწმებებისგან დამოუკიდება გარედან ხედავთ, იქ კანონი ფაქტურად არ არსებობს, ხო? აბსოლუტურად ველური მეთოდებით ხდება მოპოვება. დასაქმებულებთან შეთანხმებები რა პრინციპებს ეწევა და რასთან შესაბამისობაში არის ყველაფერი არ ვიცით. აბსოლუტურად არ ვიცი ის კანონს თავი დავანებოდა რა ადამიანობასთან იყო, ასევე საერთოდ ჩუქურთელების პროტესტის მიმართ დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი იმაში სიცივეში გარეთ იყვნენ საერთოდ რა პირობებში და ადამიანი არ რა ელემენტარული ადამიანობა და ჩამოყალიბდა ადამიანს დაელაპარაკოს სულციად, ხო? ანუ ესეც კი ვერ გავედოს. ისეთ დონეზეა უკვე ასული ეს ადამიანების და კანონის იგნორირება, რომ არანაირ დიალოგში ალბათ არ უნდა ველოქოთ, რომ ვინმე შევა.
ამიტომ მე ვფიქრობ ეს პროტესტი არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება და გაგვირგვინება ამ პროცესისა. ვფიქრობ, რომ არ ვიცი რამდენად სწორი, სამართლიანი და ესეთი გადაწყვეტა იქნება, თქვათ თუნდაც ამ ყველაფრის კომპანიისთვის ჩამორთმევა, ნაციონალიზაცია და ასე შემდეგ. მექანიზმები ძალიან ბევრია და მოსაფიქრებელი ასაწონი, რომელიც ჯობია, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. სულცირე იმ აღარ მილაპარაკოთ გარემოზე, სულცირე იმ ადამიანების გამო, რომლებიც იქ ცხოვრობენ, დასაქმებული არიან და უნდა გააგრძელონ ცხოვრება ადამიანებმა, ხო? ანუ ამის ელემენტარულ პირობებს უსწრებთ ადამიანებს. როგორ ეს არის არა მარტო იმითი, რომ ვთქვათ, ხელფას არ აძლევენ, სამსახურს არ აძლევენ. ადამიანების საარსებო გარემო არის ტიპიკურად სახიფათო ადამიანები. ფიზიკური გადაადგილების სახეა შეშემდგომში იმ ტერიტორიაზე, სადაც ესეთი ღია კარიერული წესდება მოხდება, ხო? და ერთით მინდა იმაზე ხაზგას მითქვა, რომ ის რომ მაღაროებს სურავს კომპანია და ის ღია კარიერული წესებზე გადასვლას გარემო და ეს იმიტომ რომ ეს მიღებს უკვე მიღებული აქვს და რაკიღა აწეაპირებს რომ სრულად ამაზე გადაერთოს და ვიფიქროთ რომ არანორმალურ მასშტაბებს მიიღოს. ეს არის გარემოს აბსოლუტური დეგრადაცია, როდესაც ხდება ყველა ტიპის დაბინძურება ერთად. აი რაც კი გაგვიგია, ხო? ეს არის ნიადაგის დაბინძურება, აერის, წყლის, მიწისქვეშა წყლის, სასმელი წყლის, სარწყავი წყლის, ფიზიკურად ეს არის ვიბრაცია მწვერი, ანუ ყველაფერი, რაც კი გაგვიგია, რაც კი წარმოგვიდგენია, ყველა სახის დაბინძურება, მძიმე მეტალები ზემოთ ამოდისო და მე საკუთარ შეხედე. აბსოლუტურად ყველა ტიპის დაბინძურება ერთად გვაქვს უკვე და უნდა ვიფიქროთ მასშტაბურად გაცილებით მეტი გვექნება. ანუ ღია კარიერის მოპოვება რას გულისხმობს, ხო? ანუ რო წარმოვიდგინოთ ლიცენზია როგორ არის განაწილებული ზოგადად ამ ტერიტორიაზე. ეს არის 2006 წელს როცა გაიყიდა ლიცენზია, როგორც წესი ხდება ხოლმე ეს ამორჩევით ტერიტორიების შეყვანა ლიცენზიაში, სადაც არის თქვა განთავსებული ეს მინერალის დარგი, სადაც უნდა მოიპოვოს. 2006 წელს ესე ფაინიკი სახადარის შემოხაზეს რუკაზე, საკმაოდ დიდი ტერიტორია, მთელი ის ტერიტორია შეიყვანეს, სადაც იყო დაძიებული მადანი და ესე იგი მათ შორის ქალაქ ჭიათურა და მიმდებარე სოფლები არის შეყვანილი ამ სალიცენზიო ფარგლებში. ნებისმიერი მშენებლობა ადამიანს ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჭიათურაში მანქანის სადგომის აშენება უნდოდა და მერია ვერ გასცემდა ნებართვას, იმიტომ რომ ნებისმიერი საქმიანობა ამ ტერიტორიაზე პირველ რიგში უნდა შეთანხმდეს ლიცენზიის ფორმატთან, ანუ ჯორჯიან მანგარესთან უნდა მისცეს ყველას ნებართვა ნებისმიერ იქ ამოწყებულ მშენებლობაზე. და აქედან თქვათ უნდა ვიფიქროთ, რა ინტერესია ხა ჯორჯიან მანგარესში რამე ალტერნატიული შემოსავლის წყაროები ადამიანს გაუჩნდეს, ხო? პირიქით უნდათ რომ გაცილებით მეტად იყვნენ მათზე დამოკიდებული და ადვილად მოლაპარაკებადები იყვნენ ეს ადამიანები, ხო? ამიტომაც ვერაფერი ვერ ვითარდება ამდენი წელია. მაგრამ ანუ ღია კარიერული წესით მოპოვება ნიშნავს, რომ აი ამ სოფლების ტერიტორია თვითონ ქალაქ ჭიათურა თუ კი ჩადგმის ჯორჯიან მანგარესი რომ ჭიათურა უნდა გადაცხაროს, თავისუფლად შეუძლია ხოლმე წავიდეს და დაიწყოს იქ ხრა. ეს ნიშნავს, რომ ანუ ღია კარიერული წესით რას ნიშნავს მოპოვება? იხსნება ეს ნაყოფიერი ფენა, წესი კანონის მოთხოვნების თანახმად ეს ნაყოფიერი ფენა უნდა დასაწყობდეს, შეინახონ ვიდრე მორჩება მოპოვება და დააბრუნონ უკან, ხო? იმისთვის რომ მიწამ არ დაკარგოს სასოფლო-სამეურნეო ღირებულება, რომ იქ როდესმე რამე გაიხაროს, ესე ვთქვათ. ეს არასოდეს არ მოხდარა საქართველოს პრაქტიკაში და როგორც წესი, ესე იგი მოპოვების შემდგომ დატოვებული ტერიტორიები არის აბსოლუტურად უსარგებლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. და
ეს ტერიტორიები უვარგისია ადამიანისთვის საცხოვრებლად. ანუ უნდა წარმოვიდგინეთ, რომ ეს სოფლები და ეს ტერიტორია როგორც კი გახდება ამ რეაკარიერული მოპოვების ობიექტი, ფაქტურად უნდა დაიწყოს. და არაერთ სოფელს ეს უკვე დაინახა ჭიათურაში. როდესაც ადამიანს ყველა ცუდი პრაქტიკა, რაც ჯორჯია მანგანიზისთვის გამორჩეულად არის, სხვა ლიცენზიანტებისაგან გამორჩეულად დამახასიათებელი, იმისთვის, რომ არ გადაუხადოს ადამიანებს კომპენსაცია, რაც ეკეთებდა ამ რეაკარიერული მოპოვებისას. ადამიანებს უწევენ ეზოს გარშემო ტერიტორიას. აი, რო ჩახვიდეთ ადგილზე, ნახავთ უამრავ ეზოს, რომლის გარშემოც უბრალოდ არის ეს შავი მანგანუმის ცრილები, ხო? და მოლები რომ შენ საკუთრებას მე არ მეხები, შენ კომპენსაცია არ გეკუთვნის, მაგრამ მე გარშემო ეს არის ჩემი რიცხვი და ვიწყებ მოპოვებას. და ხო, სამართლებრივად ეს ადამიანები ვეღარაფერს ფაქტიურად ხდება ამ ადამიანების განგებნა საკუთარი სახლებიდან და უკეთეს შემთხვევაში ეს ადამიანი უბრალოდ იძულებულია რომ დათანხმდეს იმ კომპენსაციას, რომელსაც გადმოუგდებს, არც კი შესთავაზებს და არც კი შეევაჭროს, საბოლოოდ გადმოუგდებს კომპანიას. და ეს არის ყველაზე მანევრული და ყველაზე ველური მეთოდი, რომელიც კომპანიამ დაანერგა სამწუხაროდ და ყველა მიცის, რომ როგორც კი კომპანია მათ ფაქტს მიადგება, უკვე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს მოლაპარაკებაზე და დაუწყოს კომპანიას თავისი სახკარი ამისათვის. ახლობა ნინო. ხო. ნემელა რა წავიდეთ დასასრულისკენ, მაგრამ აი ეგეთი რაც არის, ხო, აი ეგ რო კარგად დავინახოთ ღია კარიერულ მოპოვების შემდგომაც და აი ამ პროცესშიც, ხო, კომპანია, რომელიც ვალდებულია, რომ ერთგვარად რეკულტივაცია ჩაატაროს, მაგრამ ისიც ასევე დაკავშირებულია მანგანისთან. რა ქვია იმას, გარემოდაც სამინისტრო ამათ არ ამოწმებს. ფაქტობრივად არ ხდება ამის შემოწმება და დაბურება ხდება მთლიანად აი ამ ტერიტორიების, ხო? და აი ძალიან ბევრი ეგეთი შემთხვევა ქონია და ეხაც მათ შორის სოფელი ზოდი, რომელსაც უნდათ ხო მოპოვების დაწყება ღია კარიერულად და ჩვენ მეგობარი კოტე, რომელიც აი ამ ნაწილშია ჩართული ძალიან აქტიურად და იბრძვის და როგორ რთულია, ეგრე ვთქვათ, რომ ყოველს რაღაცნაირად ცენტრიდან ისმის ხოლმე პერიფერიის მიმართ უფრო მეტი კრიტიკა, რომ რაღაცა რატო ვერ შვებიან, რატო ვერ გამოხატავენ უფრო მეტად პროტესტს, რაღაც შეიძლება პროსახელმწიფოები რატო არიან და ეს უნდა გავიაზროთ, რომ ბევრად უფრო მძიმე ვითარებაში უწევთ რეგიონში ყოფნა. პერიფერიაში ყოველთვის უფრო მეტი არის ზეწოლა და ზეწოლის ბერკეტები, იქ უფრო მეტად აქტიურად მუშაობს სუსი, იქნება ეს კრიმინალური სუბკულტურის გავლენები, იქნება ეს რაღაცა ახლობლობა, ნაცნობობა, სხვადასხვა მეთოდია, ხო, შანტაჟის, მანიპულაციის, მეგობრობის, რაღაცნაირი მეთოდები, რომელიც ძალიან რთულია, რომ გაუძლო აი ამ ყველანაირ შემოტევას და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ და აი ამის მიუხედავად ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეხლა უკვე ჭიათურელი მაღაროელები გამოსულები არიან მთელი ჭიათურა. აი კვირასო იყო დიდი აქცია ოპიკვირიცი, ხო? აი ერთი რაც იყო ყველაზე მაგარი, რაც ჩემთვის იყო თითქმის მთელი ქალაქი გამოსული, მათ შორის შუქურთელები იყვნენ ჩამოსულები, არც კომპანიის ამოცანა იყო დაეპირისპირებინა შუქურთელები და მაღაროელები. ხო, აი ამათ გამო ვერ მოიპოვებთ თქვენ და აი მოკითხეთ ამათ რა, მაგრამ არ გამოგვიდათ, ისინიც იყვნენ სოლიდარობის ნიშნად, მთელი ქალაქი იყო გამოსული და თითქმის ყველა ობიექტი იყო დაკეტილი. რაღაცა სოლიდარობა მაღაროელებს და მაღაზია იქნებოდა სხვა ობიექტების ცენტრში, სოლიდარობის ნიშნად იყო დაკეტილი და სხვადასხვა აქტიობებში, საკვების მოგროვება თუ სხვადასხვა საჭირო ნივთების მოგროვებაში ერთმანეთს ეხმარებოდნენ ეს ადამიანები და ესეთ სოლიდარობის დანახვა მნიშვნელოვანია ცენტრშიც, რომ ყველამ დავინახოთ. აი ხვალ როცა ჩამოვლენ, ჩვენ უნდა დავხვდეთ სოლიდარობა გამოუცხადოთ აუცილებლად მათ და ის სამართლიანი მოთხოვნები რაც აქვს, ხო, უბრალოდ შენ რეგიონში იცხოვრო და გეცხოვრებოდეს, შენ რეგიონში გქონდეს შრომითი უფლებები, ნორმალური საბაზისო შრომითი უფლებები, საბაზისო გარემოს დაცვის მიმართულება იყო და გარემო სადაც ვიცხოვრებთ და ისე არ იყოს, რომ სიმდიდრეს ქმნიდეს რეგიონი, ქმნიდეს ის ხალხი, არაფერი არ რჩებოდეთ მათ, მხოლოდ აი როგორც ეხლა ხდება, ვალები, კომუნალურებზე ფიქრი, სახლში რასაჭმელი მიიტანო, თუ ვერ მიგაქვს, მერე ფიქრი იმაზე, რომ ემიგრაციაში წახვიდე და
ჩვენ მეგობრებს ძალიან ბევრი აქვს ნაკვლევი ქალები, რომლებიც მიდიან თქვა ჭიათურიდან ემიგრაციაში, იმის გამო რომ მათი ადგილი უბრალოდ იქ არ არის, ხო? ფაქტობრივად არ არსებობს დასაქმების სფერო გარდა მომსახურების სფეროსი, გაბალანაზღაურებადი, რომელსაც შეიძლება დასაქმდა იქ. და აი ეს შემოქრება ეხლა კაცებსაც თუ არ იქნება მაღაროები, არ ღირსება კარიერული წესმოყვებისთვის მაღაროს წელის ცოდნა აღარ არის საჭირო, ჩვენი მუში ცოდნა საჭირო და აიმდენი რაოდენობის ადამიანიც არ იქნება საჭირო მათი მხრიდან და გამოდის რომ ვალით რაღაც აი გამძიმებული ისევ ემიგრაცია, გაზრდილი ემიგრაცია ემუქრებათ მათ და ამიტომ აი ხვალ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ ყველა მივიდეთ, გავამხნევოთ, ვერჩი დავუხდეთ ამ სამართლიან მოთხოვნებს, რომელსაც კანცელარიასთან პირველ საათზე არის ხვალ ჩამოდიან ხვალ დაახლოებით 12 საათისკენ ჩამოვიდნენ პირველზე უკვე იქნება აქცია და ამიტომ სოლიდარობა მაღაროელებს გელოდებით ხვალ მადლობა. ხო, კითხვების ეტაპი გამორჩა და კითხვები თუ გექნებათ, ვაუ. ალტერნატიული სამსახური რამე არ არსებობს, სხვა. ან შანსი არ არის. კონკურენცია არ არის. სამუშაო გარემოს რთულია манипулირება მოახდინო გამსაქმეებზე. თუ მან იცის რომ ლარადაც იმუშავე 10-ს არ გადაგიხოს. თუ არის რაიმე ელემენტარული манипуляციის საშუალება რომ გაჩნდეს ალტერნატივა რომ დამსაქმებელი რომელიც ძირითადია მას გაუჩნდეს შიში რომ დაკარგოს მუშაობა. აი კითხვას გავიმეორებ რომ ყველამ გაიგოს. ან საკითხი დაისვა ასე რომ ჭიათურაში თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული დასაქმების რაღაცა სუყი ადგილი, ხო? ეს კითხვა რომელიც განაცო და შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ამ ხრივ მე ვიტყვი მინოს დაამატებს ალბათ რომ ამ ხრივ არის ძალიან მარტივი მონოინდუსტრიული ქალაქი, ესაზე ერთი დიდი საწარმო მუშაობს, იქ არის 3500-ზე მეტი მაღაროელი დასაქმებული და სწორედ ამიტომაც ზემოქმედება კომპანიის მხრიდან, რომელიც თქვით რომ სახელმწიფოსთანაც ძალიან შეთამაშებული და მათი მხრიდან დანიშნული ადამიანია, ძალიან მარტივია და მარტივად შეიძლება ამის გაკეთება. აი ალტერნატიული გეგმები, მათ შორის ესეც მნიშვნელოვანია, რომ ალტერნატიული განვითარების ხეივ არსებობს თუ არა სახელმწიფოს მიერ ჭიათურასთან დაკავშირებით. ზოგადად არსებობს თუ არა ჭიათურას არ არსებობს, არის ამისი ერთგვარი სიმულაცია იმითი, რომ არიან სხვადასხვა ოპერატორები, რომლებიც ესე იგი წარმოგვიჩინდებიან როგორც თითქოს სხვადასხვა დამსაქმებელი. რეალურად ეს არის ჯორჯიან ორგანიზი, რომელიც ფაქტიურად სამუშაო შემსრულებლებად ქირაობს სხვადასხვა კომპანიას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ამ კომპანიებს შორის იყოს რაიმე ტიპის კონკურენცია, რომ მაღაროს მეტი დასაქმება არ არის. მანგანუმის იქეთ იქ არაფერი არ ხდება. ერთადერთი არის საჯარო სამსახური, რომელშიც ადამიანებს ესე ასაქმებენ და ნუ როგორც იყენებენ მერე ვიცი. მე მაინტერესებდა ჯანმრთელობის ადგილობრივების ჯანმრთელობის ეფექტის აღრიცხვა თუ ხდება რაღაცნაირად. აი მე მსმენია ამბები უცნაური რესპირატორული დაავადებების შესახებ პატარა ბავშვებში ჭიათურიდან, რომელიც თქვათ მე დაუდგენელი რესპირატორული დაავადებები, რომლებიც საბოლოო ჯამში საზღვარგარეთ წავიდნენ სამკურნალოდ და გასადგენად საერთოდ რა სჭირდა მთელ ოჯახს და აი ამ ტიპის საერთოდ საერთაშორისო პრაქტიკა თუ არის ესეთ ადგილებში, როგორ უნდა აღირიცხებოდეს სარალი ოჯახზე მიყენებული ასე რომელიც ითარგმნება ჯანმრთელობაზე და საერთოდ ჩანასახი მაინც თუ ყოფილა ამ ტიპის კვლევის და ამაზე დაკვირვების სახელმწიფოს მხრიდან. სხვადასხვა დროს იყო ესეთი ჯანდაცვის ჰქონდა პროგრამული დაფინანსებები და ფინანსდებოდა კვლევები, იყო უფრო ვიწრო სახის პროფესიულ დაავადებათა კვლევები. არსებობს პროგრამა ძველი ანგარიშები, როდესაც ეს პერიოდულად ეს კვლევები იდებოდა და მზადდებოდა რეკომენდაციები დამსაქმებლისთვის, რომ როგორ უზრუნველყოს უკეთ დასაქმებულთა დაცვა შრომითი ვალდებულებების შესრულებისას. ბევრი წელიწად მსგავსი კვლევაც არ ჩატარებულა, მოსახლეობის გამოკვლევაზე საერთოდ ლაპარაკის მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც იმ 2011 წელს, როდესაც დიდი აქტი შედგა, რომ ზარარი
ადამიანისთვის მაშინაც კი ამ კვლევაზე არავის არ უთხრია. მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან მარტივი რო ჩავატაროთ ხო ექსპერიმენტი, რომ აი თუნდაც სახლის გამოტოვებით რო შევიდეთ და ადამიანს გამოვკითხოთ ყველას ხარ ოჯახში პაციენტით დაავადებული ვიღაცა ოჯახის წევრი, ყველა უჩივრის რაღაც რესპირატორული დაავადება, მანგანუმის ზემოქმედება ვიცით რომ ნერვულ სისტემაზე პირდაპირ მოქმედებს, ამასთან დაკავშირებული დაავადებები ძალიან ბევრია და არის ეს სახეზია მარტივად შეიძლება ამას აი სულ მარტივი გამოკითხვით მივიღოთ, მაგრამ არავის არ ჭირდება ამის გამოვნება სამწუხაროდ, ხო? ანუ ეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც კომპანია არის სახელმწიფო ფაქტურად ესეთი ისება და ყველანაირად ცდილობს ავტოფურმოდის თავიდან არის. ამიტომ მსგავსი კვლევის ჩატარების ინტერესი არ არსებობს. ერთგვარად შესაძლებელია. ზოგადად ეკოლოგიური კატასტროფები უკვე მარტო ერთი ქვეყნის პრობლემა აღარ არის და ამაზე მსოფლიო კარგად ინტერესდება ხოლმე და თუ მიგიმართოთ პირდაპირ ამინე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციისთვის რომ ისინი დაინტერესებული იყვნენ ეკოლოგიისთვის რამხელა ზარალი შეიძლება მოიტანოს თუნდაც ამ ერთმა პატარა რაიონმა ის მაინც მსოფლიო პრობლემად გონია რომ ითვლება იმიტომ რომ ის წყალი რომელიც ბინძურდება მერე სხვა წყალსაც აბინძურებს თუკიც დიათ ალბათ ჩვენი ვალიც არის ზემოქმედება ნაკლებად ჩვენში გლობალური მნიშვნელობის მაგრამ ამიტომ ესეთ პრაქტიკა სამწუხაროდ არ არსებობს რომ თქვა ვიღაც საერთაშორისო ორგანიზაცია შენი ლოკალური დაბინძურების საკითხის მოგარებაში რამდენად იმ შემთხვევაში განსაკუთრებით როდესაც სახელმწიფო არის ამით დაინტერესებული. ასეთი პრაქტიკები არსებობს, როდესაც სახელმწიფო აღიარებს რაიმე კონკრეტულ ადგილს ეკოლოგიური კატასტროფის წერტილად და ითხოვს ამაში დახმარებას, რომ რაიმენაირად მოვაბოლოთ საკითხი, მაგრამ დღეს ეს არ არის არანაირი. ამიტომ თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაცია, მემკვიდრეობითი ორგანიზაცია ამას ვერ გამართავს. ამას ჭირდება სახელმწიფო დიზაობა და მუდმივობა. ამიტომ ეს არ იქნება დიდხანს. მაგრამ აი ვიკომ გამახსენა ახლა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ჭიათურაში, ეს არის მდინარის დაბინძურება, ყვირილას დაბინძურება, არის ალბათ ყველას გვინახავს ეს შავი მდინარე, რომელიც მოედინება და შარშანტი კომპანიამ გამოაცხადა, რომ იწყებს ყვირილას დასუფთავებას. და გადაწყვიტა, რომ უნდა ამოიღოს ეს შლამი, რომელიც წყლობით, ესე იგი, ყოველგვარი გასხმების გარეშე ჩაედინებოდა და იგექებოდა მდინარეში. და ეს იყო კიდევ ერთი ესეთი ძალიან უნიჭო და ცუდი PR ქმედება, რომელიც კომპანიამ გააკეთა სინამდვილეში. ეს არის ერთ-ერთი კიდევ ერთი სახიფათო საქმიანობა, რომელიც უნდა დაგეგმო, შეაფასო მისი ზემოქმედება, რამდენად შეიძლება საერთოდ იმის ხელისხლება ამოღება და მერე კიდე სადღაც განთავსება, ხო? მაგრამ არავის აქ კითხებას არ მოსწია აზრად, აი ეკითხა საერთოდ რას აკეთებდეს, საწაიღეს მერე ისლამი რომ ამოიღეს და იქაურობას მერე რა დაემართა ამ ყველაფრით. ის ერთი ფაქტი იყო მაინტერესებს. ეს კომპანია ხო იყო სასამართლო გზით დაჯანმრთელებული რამდენჯერმე? გახდა ხო ინფორმაცია. და იმის შემდეგ რა ხუთაცდა რა საკითხშიც დააჯამეს. ჩვეულებრივ დააგრძელეს საკითხება. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილების სასამართლო უბრალოდ მეცადინები და საუბარი და მოდებაზე მოგვაწყვეტა თქვენამდე ჭიათური და უბრალოდ თემაზე ვიშალოთ. ხო, მაგისგან გვაქვს გამგეობისგან ეს წერილები და ასევე წყლის ხარისხი ხუდაყრილად არის ძალიან ძლიერი და სიმსივნეები არის მოდერნული ფლორა ფაუნა კლიენად განსხვავებული. აი, ეგ წყალი ვიგულისხმობ, მსოფლიოს ეგ აემწუხებს. მსოფლიო
USAID-ის პროგრამა აკეთებდა 2 წლის წინ დასავლეთ საქართველოში წყლის ხარისხის დადგენას და ჩვენ ვიკავშირდებოდნენ პერიოდულად მოხდა მაგ პროგრამაში სამეგრელოს რეგიონი და გურია. ჭარუჭა არის იქაც ტყვია დიდი მოცულობის აღმოჩნდა და წარმოგიდგენიათ ახლა ჭიათურაში რა სულათი იქნებოდა ამ დაჯარიმებით რო დავიწყოთ, სწორედ ამ დაჯარიმების შედეგი იყო კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშნა. ხო, თანხა ჯარიმა იყო ძალიან დიდი, 9 მილიარდიანი რომლის ბედი უცნობია, ვიცით სიტყვერად ვიცით აღადგეს, ესე ვთქვათ, ჩამოაწერეს ჯარიმა, თუმცა ამის დოკუმენტური დასაკუთრება არ აქვს, უბრალოდ არ გვაწვდივენ კომპანიასთან დაკავშირებულ არანაირ დოკუმენტაციას უყურებთ. რაც შეეხება წყლის ხარისხს, სასმელი წყლის ხარისხს, ცალკე პრობლემაა ჭიათურაში, იმიტომ რომ სასმელი წყლის მომარაგებელი კომპანია მაშინ, როდესაც ეს საპროცესობიდან მოყოლებული იყო ჭიათურ მანგანუმის საკუთრება. ან კომპანია, რომელიც მოიპოვებდა, მას ეკუთვნოდა წყალმომარაგების სისტემა და იყო ვალდებული წყლის მომარაგებაზე. ყოველთვის პრობლემა იყო წყალი და მისი ხარისხი. რაღაც მომენტში ეს ვალდებულება მოისახება გადაეცა მმართველობას, თუმცა ხარისხი იგივეა, არ შეცვლილა. თუნდაც კორპორატების არქილებში კი არ ვფიქრობ, რომ ამდენად მცირედი პრობლემა მოეგვარებოდა, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მცირე ხარჯებთან დაკავშირებული. ძალიან ხარისხის წყალი ის ხარჯურად სასმელად უვარდისია და ადამიანები ბოთლის წყალდებულობენ ბავშვებს წყალი გააძლევენ. არა, რაჭასვანეთში ვაფშე არ მოდის. წყალიც გადმოგზავნა. რომ იყავე, აი ვაფშე არ მოდის. მატლებით სავსე რო იყო ისეთი რა, სპეციალისტი გიგზავნიდა. ეს შეიძლება დასასვენებლად ვიყავი რაჭასვანეთში. დასასვენებლად ვიყავი. კიდე ახოს რა. დასასვენებლად ვიყავი რაჭასვანეთში. ასული მაგის სიტუაცია იყო, რომ აი წყალი არ მოდიოდა, 2-3 დღეს შეეძლო მოდიოდა და ხალხი იცეოგავდა, გაევსებინა ხშირა წყალი რა. და ვინმე აი 40 მეტრს და 60 მეტრს ყავდა. მაშინ მაგაზეც იჩუბე. და ეს წყალი რაც მოდიოდა ჭუჭყიანი. ხო და ან მაგხევა რა ხდება, აი რატო ხდება ეს, რომ ესე ნელ-ნელა რომ მიეწოდება სოფლებში. რაჭასვანეთი და თუშეთია, აი მაგაზე უცნო ყველაზე დიდი გასაჭერი მაგხევა არის. შეიძლება სუფთა-წყალების რაღაც ახლოს რიონი არის, მაგრამ აი წყლის პრობლემა არის ყველაზე მეტად მაგსამ რაიონში და სასმელი წყლის მომარაგება არის სერიოზული პრობლემა ქვეყნის. ისიც მითია, რომ ქვეყანას აქვს ბევრი წყალი და ეს წყალი უნდა ვითვისოთ რამენაირად ზოგადად რეგიონებში და არა მარტო შეიძლება ვთქვათ, რომ თბილისში არის ასე თუ ისე წყალმომარაგება ყოფილი 20 საათიანი. დანარჩენი თითქმის ყველა ქალაქში, სოფელში დაბაში არის პრობლემა წყალმომარაგება და ეს დაკავშირებულია ძირითადად უმეტეს შემთხვევაში თანხების კორუფციულად ათვისებასთან, რომელიც წყლობით გამოიყოფა წყალმომარაგების აღდგენის თანხები ძალიან დიდი რაოდენობით, თუმცა ხარჯვა ამ თანხების ყოველთვის პრობლემა რჩებოდა პრობლემზე. რამდენი რაღაც შაარკინა, თუნდაც გზებია, აი შუა დიღმის ტრასაზე მოვიდოდივარ, აი მანქანი ხო, აი ვიღაც ისე მეგობრის მანქანი, ანუ სუაღუროჩოღროები არის რა, წესი არის, გზა არ არის და აი ბევრი პრობლემა. სისტემურ პრობლემასთან ვიდივართ, რომელიც გამოიხატება თანხების ხარჯვის გამჭვირვალობასთან და ეფექტურობასთან. ეს არის პრობლემა, რომელიც ყველა
პრობლემასთან ანუ აშკარა არის რომ ანუ ხარისხიანი საფრთხის ენონება თბოლებოდი ასე. მადლობა. მე მგონი შეგვიძლია ყველანაირ დასასრულისკენ წავდეთ. ნინო ასევე ძალიან კარგად იცნობს აი ამ წყლის საკითხებს და შეგვიძლია მე ესეც ნაწილად სხვა განაცემა იყოს. მადლობა, ხო, კიდე ერთხელ ხვალ პირველ საათზე კანცელარიასთან არის მაღაროელების აქცია. სოლიდარობა მათ და მადლობა რომ გისმენთ. კარგად დამთავრდა.